მე მინდა მოგიყვეთ ლეგოზე. წარმოიდგინეთ დოგლის სახელოსნო 1930 წლებში პატარა ქალაქ სახელად ბილუნჯი. სახელოსნოს მფლობელი ოლივერ კირკ კრისტიანსენი, ოსტატი, რომელსაც უყვარს ნივთების შექმნა, რომელსაც შეუძლია ადამიანები გაახაროს. დიდი ხანის შემდეგ სახელოსნოში ოლივერი ირებს გადაწყვეტილებას ავეჯის წარმოებიდან გადავიდეს ხის სათამაშოების წარმოებაში. ცვლილებებმა მოიტანა რთული დრო, მაგრამ ოლივერმა ქირსეულად გადაიტანა. 1934 წელს ოლივერი არქმევს თავის კომპანიას ლეგოს. გაგონებული დანიური ფრაზით Leg Go, რაც ნიშნავს თამაში კარგია. ის არც კი წარმოიდგენდა, რომ შექმნა დასახელება, რომელმაც შეცვალა ბავშვებისთვის ბავშვობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. თავიდან ოლივერ კირკის სათამაშოები იყო მარტივი. იო-იო, სატვირთო მანქანები, აგორავებელი ბატები, მაგრამ 1957 წელს ოლივერმა გადაწყვიტა ეყიდა პლასმასის ჩამოსხმის მანქანა. ეს იყო ინოვაციური ტექნიკა მაგ დროისთვის. ბევრი თვლიდა ოლის გიჟად, ვის რა თუნდა პლასმასის სათამაშოებიო, მაგრამ ოლივერ კირკმა და მისმა შვილმა გოტფრედმა არ მიატოვეს თავისი იდეა და 50-იანების ბოლოს წარმოადგენს თქვენთვის უკვე ნაცნობი ერთმანეთთან დაკავშირებული კუბიკები. 1958 წელს დააპატენტეს კონსტრუქცია, რომელმაც მისცა ლეგოს ცნობილი დაწყებულების ხმა. ლეგოს კუბიკებმა მოუცა უსასრულო საშუალება მშენებლობისთვის. მშობლები თვლიდნენ ლეგოს საგანმანათლო სათამაშოდ და ბავშვებს ძალიან მოსწონდათ მაგით თამაში. სათამაშო მაღაზიებში იდგა დიდი რიგი. დღეს ლეგოს ღირებულება შეადგენს $7.54 მილიარდ.